მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და ტელეკომპანია დიას პირდაპირ ეთერშია გადაცემა თავისუფალი სივრცე, რომელსაც დღეს მე ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი პირდაპირ ეთერში წარუძღვები. დღეს ვისაუბრებთ იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე, შიდა ქართლში რა მდგომარეობა არის ამ კუთხით, თუ როგორ ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები და რა სასიკეთო ძრები არის ამ ადამიანების ცხოვრებაში, შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ტოლთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი შიდა ქართლში და სამცხე-ჯავახეთში ბატონი თამაზ გვიმრაძე, მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის, ხოლო ქალბატონი იამძე გოჩაშვილი არის არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ აფხაზეთის წარმომადგენელი, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონო თამაზ, დავიწყებ პირველ რიგში თქვენგან რა მდგომარეობა არის ჩვენს რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ, თუ არის რაიმე სიახლე ისეთი, რაც აი ამ ადამიანებისთვის შეიძლება ითქვას, რომ სასიკეთო არის და თუ გაუმჯობესდება მათი ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, აწუხებთ ამ ადამიანებს იგივე დევნილთა ჩასახლებებში და რა თქმა უნდა იმ ადამიანებს კი, რომლებიც აი არიან დღემდე ამ თუ იმ მოძველებულ შენობებში შესახლებულები. მოგესალმებით, სამინისტროში მიმდინარეობს რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა პირობების გაუმჯობესებას, ასევე მიმდინარეობს ასეთი პროექტია ბინა სოფლად, სადაც დევნილები ავსებენ აპლიკაციებს, შესაბამისად სამინისტრის შიდა ბრძანების საფუძველზე 320 ბრძანება არის ასეთი, რაც ითვალისწინებს კრიტერიუმების გათვალისწინებით ამა თუ იმ დევნილ ოჯახისთვის ბინების გადაცემას. ჩვენ დღეს უკვე ორი ბინა გავაფორმე, ორ ბინაზე ხელმოწერა და შესყიდვის პროცესი დაწყებული არის სამინისტრო. ამ კუთხით უკვე მთლიან საქართველოში 115 ბინამდე არის უკვე ნაყიდი და ეს პროცესი გაგრძელდება, ჩვეულებრივ გრძელდება მთელი წლის განმავლობაში. აქ არის სულთა რაოდენობის მიხედვით გამოყოფილია შესაბამისი თანხები, მაინც ცნობისათვის რო იცოდნენ დევნილებმაც. 1 და 2 სულიანზე არის 17,000 ლარი, 3 და 4 სულიანი არის 21,000 ლარი, 5-დან 7 სულამდე 26,000 და ასე შემდეგ. თუ ეს შესაბამისად აპლიკანტი ოჯახი დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ხდება შემდეგ ბინის შესყიდვა. მათ შეუძლიათ ისევე როგორც სოფლად შეიძინონ ბინა, ასევე ქალაქად, მაგრამ სამინისტროს აქცენტი მაინც გადატანილი აქვს სოფლად, იმიტომ რომ დევნილს უკვე უჩნდება შემოსავლის წყაროები, იმიტომ რომ როცა დღეს მაგალითად იყოს ქარელის რაიონის სოფელავლევში, საზღვრისპირა სოფელია და იქ ერთ-ერთ დევნილს შეუსყიდეთ ბინა, დაიწყო ეს პროცესი, სადაც არის 35 მიასედი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, შესაბამისად იქ სათავსო ნაგებობები და ამ ოჯახს შეიძლება რომ იქ იყოლიოს როგორც ინველი ასევე ფეხა პირუტყვი და შესაბამისად მოიწიოს მოსავალი და აღარ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე. ასევე სამინისტრო მენაშენეებისაგან ის ბინები, რომლებიც დასამთავრებელია და სხვადასხვა მოსაზრების გამო ან ვეღარ ამთავრებენ ეს ბინებს მენაშენეები, გამოსყიდვის პროცესი მიმდინარეობს ამ ბინებისა, მოგეხსენებათ რომ ჰუალინგ ჯგუფისაგან სამინისტრომ გამოისყიდა თბილისში 598 ბინა, რომლებიც შემდგომ გადაეცემათ დევნილებს და შესაბამისად დაუკანონდებათ. ასევე სამინისტრო ახორციელებს ასეთი პროექტი არის რეპატრიანტებისთვის, სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი, ეს ტენდერი მოიცავს 12 სხვადასხვა პროექტს და ჯამში არის მთლიანად 400,000 ლარი გამოყოფილი. ჩვენი მინისტრის პირველი მოადგილე იმყოფებოდა გორში, 2 კვირის უკან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იყო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ ეს საგრანტო კონკურსებზეა საგრანტო კონკურსები კი და საქართველოს სხვა რეგიონებშიც რომ ამაზე იყოს ინფორმაცია და რა თქმა უნდა სამინისტროშიც ჩატარდა ამის თაობაზე ბრიფინგი. ასევე სამინისტრო მოგეხსენებათ, რომ როგორც უტარებს რეაბილიტაციას შენობებს, რომლებიც ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში არის, ასევე ხდება მშენებლობებიც. ჩემს რეგიონში მაგალითად
ამჟამად ხაშურში მიმდინარეობს ორი საავადმყოფოს რეაბილიტაცია. ეს არის რუსთაველის ქუჩაზე 38 ნომერში ყოფილი საავადმყოფოს შენობა, სადაც სექტემბრისთვის გვექნება უკვე 110 იზოლირებული ერთოთახიანი, ოროთახიანი და სამოთახიანი ბინა და სააკაძის 2 ნომერში, ესეც ხაშურში, სადაც გვექნება 85 ბინა. ანუ წელს ის სააკაძის 2-ში გვექნება უკვე ოქტომბრის ბოლოს. ანუ ხაშურში წელს დაახლოებით გვექნება 200 ბინა, რომელსაც შესაბამისი კრიტერიუმის შესაბამისად გადავწევ დევნილ ოჯახებს. კონკურსთან დაკავშირებით მაინტერესებს საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით ცოტა დეტალურად რომ მოგვიყვეთ. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც შეიძლება მოიპოვოს ეს გრანტი და ასე ვთქვათ, ის დააკმაყოფილოს, შეასრულოს ის მოთხოვნები, რაც არის აი ამ კონკურსში ეს გაწერილია რა სამინისტროს მიერ, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. ანუ როდესაც დაბრუნდებიან რეპატრიანტები, როგორც დევნილები, ისე არადევნილები, მათ უნდათ ინტეგრაცია და ხელშეწყობა ქვეყნის შიგნით. ეს ითვალისწინებს როგორც საბუთების მოწესრიგებას თითოეული ამ ოჯახისთვის, ასევე მათ დამკვიდრებას და ჩართულობას უკვე თვითონ ქვეყნის შიგნით, ასევე ითვალისწინებს მათ სოციალური პრობლემების მოგვარებას, ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით კიდევ არის ეს გრანტები და ყველაფერი არის თვალნათელი და საჩინო ამ კუთხით. მადლობა. აუცილებლად გავაგრძელებ თქვენთან საუბარს, იქამდე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ საშუალება გაქვთ არეკოთ ჩვენ სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე და ჩაერთოთ ჩვენს გადაცემაში, მიიღოთ მონაწილეობა, სწორედ ზარების საშუალებით 22 60 68 არის ტელეფონის ნომერი, რომელზეც რეკავთ და ჩვენი გადაცემის სტუმრებს თქვენთვის სასურველ კითხვას უსვამთ. ალბათ უფრო უკეთესი იქნება თუ იწუნებით გადაადგილებული პირები დაგვეკავშირდებიან გადაცემაში და დასვავენ ყველა იმ კითხვას, რომელიც მათ აინტერესებს და ვფიქრობ, რომ ჩვენი სტუმრები შესაბამის პასუხებს გასცემენ. მე მინდა ქალბატონ იამზესთან გადავიდე კითხვით. ქალბატონ იამზე, ვიცი რომ მუშაობს თქვენი ორგანიზაცია დევნილების თემატიკაზე. რა არის ძირითადად თქვენი ორგანიზაციის დანიშნულება და აი ამ მიმართულებით რა როგორ ნაბიჯები გაქვთ შეიძლება ასე ვთქვათ დაგისვათ კითხვა გადადგმული. მადლობა კითხვისათვის, მიესალმები თქვენს მაყურებელს. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ფონდი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი უკვე 19 წელია რაც ფუნქციონირებს. 2007 წლიდან უკვე შიდა ქართლის ოფისიც გაიხსნა. ოფისები ასევე იმერეთში, ოფისი ასევე ზუგდიდში და ახლა უკვე ბათუმშიც. ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ერთდროულად სხვადასხვა რეგიონის კონფლიქტით შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შევთავაზოთ სხვადასხვა ტიპის მომსახურება. ჩვენი ორგანიზაცია, რადგან შიდა ქართლში ვართ და ჩვენი მაყურებელი შიდა ქართლის მაყურებელია, უშუალოდ გორის ოფისზე ვისაუბრებ. ზოგადად მოცემულ მომენტში ორგანიზაცია ცდილობს კონფლიქტით შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ეკონომიკური ხელშეწყობის გაძლიერებას, ასევე მიმართული ვართ ამხანაგობების შექმნასა და გაძლიერებაზე. მოცემულ მომენტში ასევე გვაქვს პროექტი ბავშვებთან, რომლებიც ცხოვრობენ კონფლიქტის ზონაში და მათ სოციალიზაციაზე ვზრუნავთ, ისე რომ ამ მოცემული 4 პრო და გვაქვს კიდევ სოციალურ საწარმოს შექმნისა და განვითარების პროექტი შიდა ქართლში. ამ 4 პროექტის ფარგლებში საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, მინდა გითხრათ დღის მდგომარეობით. გეტყვით, რომ ახალგაზრდობის განვითარება, რომელიც შიდა ქართლის უпростоად გორის რაიონის 8 სოფელში ხორციელდება, მიმართულია ბავშვების ინტეგრაციასთან, მათ განვითარებასთან და ძირითადად არის სამოქალაქო აქტივობები, ასევე მეცნიერული ჯგუფები გაკეთებული, სადაც როგორც პედაგოგების დაინტერესება და მათ განვითარებაზე ზრუნვა, ასევე ბავშვების ხელშეწყობა, როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე სამოქალაქო აქტივობით და გარდა ამისა მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულობით თემის მოგვარების პრობლემებში, რადგან ბავშვები ამ სოფლებში კიდევ უფრო აქტიურები არიან. ამ პროექტს ახორც დონორი გახლავთ იუნისეფი. რაც შეეხება ის პროექტი, რომელიც არის შემოსავლების გენერირების პროექტი, ეს ხორციელდება შემოსავლის გენერირების ბიზნესის მხარდაჭერის ინიციატივით უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს შიდა ქართლში, წინა ფაზაში გქონდა ჩვენ დევნილებისათვის უპროცენტო სესხები, ხოლო მოცემულ მომენტში ჩვენ ვართ კონფლიქტით შედეგად დაზარალებულ უკვე
ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის სოფლებში შესული, მოვიცავთ შიდა ქართლს, ქვემო ქართლს, ცხეთამთიანეთს, სამცხე-ჯავახეთს და ასევე მოვიცავთ იმერეთს. იმერეთის გარდა ყველა ზონას ფარავს შიდა ქართლის ორი პროექტის მონიტორი. ამ პროექტის პარგლებში ჩვენ თავაზობთ მოსახლეობას უპროცენტო სესხებს იმისათვის, რომ მათი ოჯახის შემოსავალი მცირეოდენ მაინც გაიზარდოს და ასევე ვეხმარებით შემოსავლების გენერირებაში. დაწყებული, შეთავაზებული სესხიდან დამთავრებული ადვოკატირება, კონსულტაციები, როგორ წარმართოს ბიზნეს საქმიანობა, ამ სრულ რგოლს მომსახურებას ვთავაზობთ ჩვენ და მოცემულ მომენტში ყავს 300-ზე მეტი ბენეფიციარი პროექტი სექტემბრის თვეში დავიწყეთ. და პროექტის დონორი გახლავთ USAID NEO. კითხავთ თქვენ გექნებათ ახსენებთ კვლევები ჩატარებული სიტყვაზე თევნილთა ჩასახლებებში მაგალითად რომ ავიღოთ აი თქვენ რა მდგომარეობა გხვდებათ ის სურათი არის რომელსაც ხელისუფლება ასე ვთქვათ გვაჩვენებს და გვეუბნება რომ აი ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები თუ თქვენთან უფრო რადიკალური შედეგები არის გიორგი მოდი მას შემოსავლების გენერირებაზე დავამთავრებ ბარემ რას ვახორციელებ და შემდეგ გაუცებად გაგცემთ ამაზე პასუხს. ერთი პროექტი გვაქვს კიდევ ეს არის სოციალური საწარმოების შექმნა და განვითარება, აქ პარტნიორი ორგანიზაცია არის არბატირთა გუნდი, სადაც შიდა ქართლის 20 ჩასახლებას და 20 სოფელში უკვე ჩატარდა თემის მობილიზება, გაეცნენ პროექტს, ჩატარდა სემინარები, რომელზეც საკმაოდ დიდი რაოდენობის წინადადება იყო შემოსული და 150-მდე სოფლის მოსახლესა და დევნილს მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ ამ სემინარებს და სოციალურ საწარმოზე უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ, ხოლო მოცემულ მომენტში უკვე მიმდინარეობს ამ ჯგუფში შერჩეული წინადადებებისათვის ტრენინგების მომზადება, რათა ადამიანებმა შეძლონ ღირსეულად ჩამოაყალიბონ თავისი ბიზნეს იდეა. და ხელს უწყობთ როგორც დასაქმებას, თავისთავად ცხადი, ასევე სოციალურ საწარმოს განვითარებას. სოციალურ საწარმოებზე აუცილებლად მინდა რომ ცლად ვისაუბროთ, ოდნავ მოგვიანებით, იქამდე კი ხო, ეხლა რაც შეეხება ბოლო პროექტზე თქვი, რომელიც არის, ეს არის ბინათ მესაკუთრეთა და ამხანაგობის შექმნისა და განვითარების პროექტი, ამის დონორიც USAID NEO-ა. რაც შეეხება ამ პროექტს, შიდა ქართლის ყველა ჩასახლებაში ჩვენ უკვე შევქმნით ამხანაგობები. ამხანაგობების მოხდა განვითარება, ამხანაგობებმა აირჩიეს თავმჯდომარეები, ყავთ მოვლა ექსპლუატაციის ჯგუფები, რომლებიც ზრუნავენ მათ საერთო საკუთრების მოვლაზე. გადაეცათ იარაღები და ამ იარაღების საშუალებით ახორციელებენ როგორც ადგილობრივ საქმიანობას, ასევე ბიზნეს საქმიანობას. ხოლო მე წეღან ვახსენე შემოსავლების გენერირების პროექტი, ამ ადამიანებს ჩვენ შევთავაზეთ უპროცენტო სესხები და ისინი სარგებლობდნენ ამ სესხებით, გარდა ამისა იგივე მოვლა შევთავაზეთ სესხი, რათა მათი საქმიანობა უფრო სრულყოფილი ყოფილიყო. რაც შეეხება იმას, რაც მკითხეთ კვლევებთან დაკავშირებით, როგორც იცით, კვლევა საკმაოდ დიდი ფუფუნებაა და ადგილობრივ ორგანიზაციას ამისი ჩატარების საშუალება არ აქვს, თუმცა თავისთავად ცხადია ვაკეთებთ პროექტის მოკვლევას და პროექტის შემდეგ, კი ბატონო, პროექტის შემდეგ კვლევასაც. მე ვერ ვიტყვი, რომ ახლა დიდად განსხვავდება ხედვა რა პრობლემებიც დგას, ყოველ შემთხვევაში არასამთავრობო და სექტორი და ხელისუფლებას თანხმდება, რომ აქ ეს პრობლემები რეალურად არის და არასამთავრობო სექტორის დანიშნულებაც არის, რომ ხარში დაუდგეთ სახელმწიფო სექტორს იმისათვის, რომ მათი ამ ადამიანების პრობლემების შემსუბუქება მოხდეს, თუმცა თავისთავად ცხადია, ჩვენი მიზანი არის შეჭირვებულ კატეგორიაში, კიდევ უფრო შეჭირვებული კატეგორიის ხელშეწყობა იმისათვის, რომ მათ რაღაცა სარგებელი მიიღონ და შეძლონ თავისი შემოსავლების გენერირების ზრდით საარსებო მინიმუმამდე მაინც მივიდეს. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები აკეთებენ და ხელისუფლებას ეც უნდა იყოს ერთიანად მორგებული და მიმართული იმისკენ, რომ ამ მოსახლეობამ, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი დაკარგა და აქვს საკმაოდ სერიოზულად ეკონომიკური მდგომარეობა შეზღუდვა ასევე სხვადასხვა პრობლემების წინაშე დგანან, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლონ უკეთესობისაკენ წარმართონ თავიანთი ცხოვრება და თვითოული მათგანი და თვითოული აქტიური ადამიანი, მე ვიტყვი, რომელიც ცდილობს ნდობას გამოხატავს და არის მონდომებული, ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც მიიწევს იმისაკენ, რომ სულ მცირედით ზრდის თავის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ოჯახში. ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს, მე მაყურებელს მიმართავ და ვეტყვი, რომ თქვენ საშუალება გაქვთ დარეკოთ 22 60-68-ზე და დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება დღევანდელ ჩვენ გადაცემასთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, მაყურებელი გველოდება და ხაზი არის
სამწუხაროდ მაცნობებენ რომ გაითიშა თქვენს კვლავ საშუალება გაქვთ არეკოთ კიდევ ერთხელ შეგახსნეთ 22 60 68 დღეს გადაცემა თავისუფალი სივრცე განსხვავებულ ფორმატში გთავაზობთ დღევანდელ გადაცემას მაყურებელი არის ხაზზე მათ ყოფინებენ საღამო მშვიდობისა გისმენთ გამარჯობათ მოგესალმებით მე კარარეთის ზეონის სასახლებიდან გირეკავთ და ეს კითხვა მაქვს თუ შეიძლება ჩვენთან პოლებია ჩანგრეული და საშინელ დღეში ვარ და თუ მოხვედავს ან როდის გეშველება ან გასაგებია არა მოხდება თუ გეშველება რამე მადლობა ზარის კარგად ზანდებოდეთ მე ამაზე აუცილებლად მინდოდა მეკითხა ძალიან ბევრი არის ისეთი ასე ვთქვათ ჩასახლებები სადაც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში არის იგივე იაკაკების მდგომარეობა ჩვენ არაერთი რეპორტაჟი გქონია მიშლება კედელი რა თქმა უნდა გაგიკეთებიათ აქამდეც არაერთი განმარტება თუმცა ალბათ ჩვენს მაყურებელს შეეხება იატაკების პრობლემას ეს პრობლემა ცნობილია სამინისტროსთვის და ერთობლივად დაწყებულია ეს პროცესი და ერთობლივად მათ მუნიციპალიტეტებთან ერთად ერთობლივად მოხდება პირველ რიგში რომელიც უმძიმესი მდგომარეობა იმათი შესწავლა კომისიურად მოხდება შესწავლა და შემდეგ შეკეთება ამ ბინებისა ეს პროცესი უკვე დაწყებულია და გაგრძელდება მთელი წლის მანძილზე უკვე არის ისეთი ჩასახლებები სადაც გაუჯობეს და მდგომარეობა ამ მიმართულებით იმიტომ რომ აი რამდენიმე ჩასახლება არის ახლა ჩვენ პირადად ვქონია რეპორტაჟი კასპის რაიონშიც, ხაშურის რაიონშიც და გორშიც მოგეხსენებათ არის ეს პრობლემა. ეს იატაკების პრობლემა იყო მოხიში და ახალსოფელში, სადაც დღესაც არის ნაწილი დარჩენილი ამ იატაკებისა, იმიტომ რომ ტიგვის მუნიციპალიტეტმა იქ ცხოვრობენ ამ ორივე ჩასახლებაში, ქარელის რაიონში, მოხიშსა და ახალსოფელში. ტიგვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობა და გამოაცხადა ტენდერი, სადაც ამ სამშენებლო კომპანიამ ვერ შეასრულა ეს ტენდერით გათვალისწინებული პირობები. შემდეგ მოხდა კონტრაქტის გაწყვეტა და ეს პროცესი ჯერ სასამართლოს დავისაგანი არის ისე და არ დასრულებულა. სამწუხაროდ გაიწელა, რაც მოსახლეობის ნამდვილად სამართლიან აღშფოთებას იწევს, მაგრამ ამაზეც მიდის მუშაობა, რომ ეს ბოლომდე იყოს მიყვანილი. გარდა ამისა, ჩვენთან ხუთ ჩასახლებაში შარშან მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით მოხდა გაზიფიცირება მთლიანად. დღეს მდგომარეობით სკრის დევნილთა ჩასახლებაში და ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ჩაირთო უკვე გაზი. სპეციალისტებმა შეამოწმეს იმუშავეს ამაზე და მიეწოდებათ უკვე ბუნებრივი აირი. რაც შეეხება იგივე მოხიში და ახალსოფელში, ასევე კასპის რაიონში, სოფელ თელიანის დევნილთა ჩასახლებაში ამაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა და ველოდებით თვის ბოლომდე რომ ჩაირთოს გაზი და ეს რა თქმა უნდა აუმჯობესებს დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობებს. ცუდი მდგომარეობა მინდა აღვნიშნო რომ დევნილთა ეგრეთ წოდებულ ძველი ჩასახლებები რომლებიც გორში არის საკმაოდ მრავლად ჩემს რეგიონში ეს არის გორში ძირითადად ტურბაზის დევნილთა ჩასახლება სადაც ცხინვალიდან დევნილები არიან 90-იან წლებიდან ცხოვრობენ ეს ხალხი და ამ შენობანაგებობებს აქტიურად არ ჩატარებია რეაბილიტაცია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ხის ეგრეთ წოდებულ ხის კოტეჯებზე. ამაზე მუშაობდით ჩვენ რომ მიმდინარეობდა ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტაცია, რომელიც მოგეხსენებათ რომ ეს უკვე დადასტურებულია რომ შენებლის დაუდევრობით ჩამოინგრა. ამაზე დაიდო შესაბამისი პოლიცია იძიებდა და პროკურატურა იძიებდა დაიდო შესაბამისი დასკვნა. ეხლა მიმდინარეობს ექსპერტიზა რომ რამდენად შესაძლებელია ამ შენობის გაგრძელება და ამთვის ბოლოს უკვე დასკვნაც დაიდება. გარდა ამისა ასევე რთული მდგომარეობა სასტუმრო ქართლშიც სადაც ფართები ისედაც მძიმეა და მოძველებულია კომუნიკაციები უკვე ეს გორში ვიძახი და გორის გარეთ კიდევ სურამში გვაქვს მძიმე სიტუაცია ბორჯომში და ასე შემდეგ. მაგრამ ამაზე ყველგან უკვე დაწყებულია მუშაობა. წელს უკვე აპრილის ბოლოს გორში ჩვენ ტერიტორია გადმოგცა ქალაქის მერიამ
და დაიწყება რამდენიმე корпуსის მშენებლობა, სადღაც ამ ეტაპზე წელს დაიწყება ეს მშენებლობა, მე მის უკვე დასრულდება, სადღაც 400-500 ბინა გვექნება დევნებისთვის გადასაცემი. ასევე მიმდინარეობს წეგან ხაშური ვახსენე 200 ბინა გვექნება წელს. კასპში შევასახლეთ 91 ოჯახი, დარჩენილი გვაქვს კიდევ 32 ბინა, ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით ალბათ უახლოეს კვირაში, ამ კვირის ბოლოს ან მომავალ კვირაში კომისია ჩატარდება და დანარჩენ ოჯახებსაც შევასახლებთ. ასევე ბორჯომში ვარემონტებთ ყოფილი საავადმყოფოს შენობას, სადაც გვაქვს რამდენიმე ორი ნგრევადი ობიექტი და იქ გადავიყვანთ დევნილებს. და ეს სოფლად ბინის შეძენის პროექტიც ხორციელდება, ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან, მით უმეტეს თუ ობიექტი ნგრევადი არის, ანუ და დევნილი სურვილს გამოთქვამს, რომ ბინა შეიძინოს, მას კრიტერიუმების გარეშე უკვე შეუძლია რომ მიიღოს ეს შეთავაზება სამინისტროსაგან. მადლობა. კიდევ ერთი მაყურებელი არის, რომელმაც აკრიბა 22-60-68 და დარეკა ჩვენთან სტუდიაში. საღამოში და თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. საღამოში და მოგესალმებით. ჩვენ ვრეკავთ ტურბაზის დევნილთა ჩასახლებიდან, ეხა იყო საუბარი სწორედ აღნიშნულ ჩასახლებასთან დაკავშირებით და გვაინტერესებს 23 წელია ამ პირობებში ვცხოვრობთ, დანგრეულია ყველაფერი, ფიცრული კოტეჯები და კონკრეტული პასუხი რო გითხრათ, ზუსტად როდის მოხდება ჩვენი გაკმაყოფილება ბინებით. მადლობა ბატონო ზარისთვის. კარგად ზანდებოდეთ. თქვენ საშუალება გაქვთ დარეკოთ აი ამ ბატონის მსგავსად 22-60-68-ზე და დასვათ თქვენთვის სასურველი კითხვა, ამაზე თითქმის პასუხი გაეცით, თუმცა მაინც მცირე კომენტარით კონკრეტულ რიცხვს და დღეს ვერ დავასახელებ, იმიტომ ამაზე ძალიან რთულია. ეწეღანაც აღნიშნე ეს საავადმყოფო, რომელიც გადმოგვეცა, აქ რო ნორმალური მშენებელი ყოფილიყო, ეს უკვე სექტემბერში უნდა დამთავრებულიყო აქ შესახლება, ასე იყო დაგეგმილი, მაგრამ მოხდა ეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ამიტომ ვიძახი რომ ზუსტ თარიღს მე ვერ დავასახელებ, არ მინდა რომ მე ტყუილი გამომივიდეს და მე ამაზე განმარტებები გავაკეთებ კიდევ, მაგრამ ხო გეუბნებით აპრილის თვის ბოლოს უკვე გორში დავიწყეთ მშენებლობას და ტურბაზის ხის კოტეჯებს, რაც შეეხება მე აღნიშნე მართლაც რთული სიტუაციაა. ჩვენ სამინისტრომ იქ მაცხოვრებელ ოჯახებს გამოსაზამთრებლად დამატებით ჩაურიცხა 150 ლარი. პლუს ამას მოგეხსენებათ რომ წელს უცურად შარშან 1 ნოემბრის მდგომარეობით დევნილთა სამინისტრომ იმ ოჯახებს რომლებსაც ამავე დროს იყვნენ სოციალურად დაუცველი ქულა ჰქონდათ მინიჭებული 0-დან 70,000-ის ჩათვლით ყველა ოჯახს დაურიცხა 200 ლარი ეს გამოსაზამთრებლად. და ასევე იქ ტურბაზის ხის კოტეჯებში მაცხოვრებლებს წეგანაც აღნიშნე შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩვენთან დაწეროთ, რამდენი მათგანმა კიდევაც შეაქვს აპლიკაცია და ყველა მათგანზე მოვა დადებითი პასუხი, იმიტომ რომ წეგანაც კი როცა ბინა შენობა ნგრევადია და ამაზე არსებობს შესაბამისი დასკვნა და ამ შენობაზე არსებობს, მათ შეუძლიათ ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე სახელმწიფომ შეუსყიდოს ბინა იმ მოთახებში, რაც წეგან ვახსენე. მადლობა. ქალბატონ იამზესთან გადავალ კითხვით, ქალბატონო იამზე, მე ვიცი, წეგანაც საუბრობდით სოციალურ საწარმოებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებით ხდება ამ საწარმოების შექმნა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი. უშუალოდ რას ნიშნავს სოციალური საწარმო? ძალიან ბევრმა დამისვა კითხვა, როდესაც ეს გაჟღერდა ინტერნეტის საშუალებით, ეს უშუალოდ რას ნიშნავს სოციალური საწარმო? ეგონათ რომ ზოგს რაღაცა უშუალებელი ქარხნები გაიხსნებოდა და ცუდი არ არის რა თქმა უნდა მსგავსი რამები თუ მოხდება ჩვენს რეგიონში, მაგრამ მაინც რომ განუმარტოთ მაყურებელს და რატომ წარადგება იძულებით გადაადგილებულ პირებს ამ სოციალური საწარმოების სამუშაო. კი ბატონო, ნამდვილად კარგი კითხვაა. იქიდან გამომდინარე ჩვენ ხშირად გვიწევს თავის დავაცხადე, იმიტომ რომ ახალი ტერმინია ზოგადად ეს სოციალური საწარმო. რაც შეეხება სოციალურ საწარმოს ფუნქციონირება და რატომ სოციალური საწარმოდი ასე ვიტყვი. პირველ რიგში იმიტომ რომ სოციალური საწარმო ეს არის ჩვეულებრივი ტიპის საწარმო, სადაც მოგება უნდა მოხმარდეს თემში არსებული პრობლემების მოგვარებას.
სოციალური საწარმოს დანიშნულება ეს არის და თვითონ თუ ჯგუფი, რომელიც ამ საწარმოს აკეთებს, არ არიან სოციალური ტიპაჟები, ფიზიკურად გაუჭირდებათ სოციალური საწარმოს გაკეთება. ეხლა ეს რას ნიშნავს? ჩვეულებრივი საწარმო, რომელიც ფუნქციონირებს, გარკვეული პერიოდის მანძილზე, დაუშვათ 1 წლის მანძილზე ნახავს გარკვეულ მოგებას. მოგება გაისტუმრებს ყველა დანახართ საწარმოსში, ხოლო მოგების ის ძირითადი ნაწილი, რომელიც რჩება, როგორც უნდა მოგვარდეს, თემში არსებული პრობლემის მოგვარებას. ანუ ერთდროულად ხდება ორი მიმართულებით მუშაობა, ეს არის როგორც თემში საწარმოების განვითარება და ფუნქციონირების ხელშეწყობა და მეორე მხრივ სოციალური ფუნქციების წინ წამოწევა და ასევე თავისთავად ცხადია დასაქმების ხელშეწყობა. ჩვენ შემთხვევაში, სადაც პარტნიორი ორგანიზაცია არის არბაიტერ-სამართლებთა გუნდი, შიდა ქართლის, როგორც გითხარით უკვე რომ 40 თემი შევისწავლეთ, ვიყავით შესულები და სემინარებიც ჩატარდა, მოცემულ მდგომარეობაში ჩვენ უნდა გავაკეთოთ 7 სოციალური საწარმო. სად გაიხსნება ეს საწარმო? თითოეული ეხლა მოგეხსენებ, თითოეული მათგანის თანხა არის 25,000 ლარი, ანუ საწარმო უნდა ჩაეტიოს ამ ფარგლებში. ეს საწარმო აუცილებლად გაიხსნება ამ 40 თემიდან ყველაზე წარმატებულ პროექტის საიდანაც შემოვა და ყველაზე შესაბამისი ბიზნეს იდეა სადაც იქნება. სოციალურ საწარმოს მთავარი მიზანია უპასუხოს თემში არსებულ პრობლემას. აქედან გამომდინარე საკმაოდ სერიოზული ჯგუფი მუშაობს სოციალურ საწარმოების და ფინანსების თემაზე და მაქსიმალურად საზღურავთ ყველა დეტალს, რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს არსებულ თემს. ეხლა უკვე იგეგმება 45-დან 50 ადამიანამდე გადამზადება, ვისაც უკვე ყველაზე საუკეთესო იდეები ექნებათ, რათა შემდეგ პროექტად აქციონი ჩაუტარდებათ 4 დღიანი ტრენინგი, სადაც ეს ადამიანები აბსოლუტურად ამომწურავად ყველაფერზე მიიღებენ პასუხს, დაწყებული თემატურიდან დამთავრებული ბიუჯეტირებამდე და ვფიქრობ, რომ კარგი 7 სოციალური საწარმო გვექნება შიდა ქართლში. ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ და იმედია გაიგო ჩვენმა მაყურებელმა, უბრალოდ რა თქმა უნდა გაიგებდა ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ძალიან როდესაც გაიჟღერდა ტელევიზიის საშუალებით ამ ინფორმაციო გამოშვებაში, ბევრს გაუჩნდა კითხვა რა იყო სოციალური საწარმო და კარგი არის როდესაც იყოს პასუხი შესაბამისი. ბატონო თამაზ, ისე თქვენთან გადმოვალ კითხვით, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, დევნილი იმყოფება საზღვარგარეთ. რას აკეთებს სახელმწიფო და რას თავაზობს მათ, რომ დაბრუნდნენ ჩვენს ქვეყანაში? თუ გვაქვს მონაცემები ზოგადად რამდენი არის გასული ქვეყნიდან? ზოგადი მონაცემები, რა თქმა უნდა, არსებობს. მოგეხსენებათ, რომ 2013 წლებში მიმდინარეობდა დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია, ანუ ბოლოს ჩატარდა 2007 წელში და მას შემდეგ მოხდა საჭიროება იმისა, რომ ხელახლა ჩატარებული იყო ეს რეგისტრაცია და დაახლოებით ალბათ სადღაც 15,000 დევნილი არის საზღვარგარეთ გასული ამჟამად, თუმცა ეს ციფრი ზუსტი არ არის და როდესაც დევნილი დაბრუნდება, მათ ხელახალი რეგისტრაცია ჩაუტარდება. სამინისტროში არის შექმნილი სპეციალური ჯგუფი მუშაობს ამ თემაზე და შესაბამისი პროცედურების გავლით ხელახლად აღუდგებათ ეს დევნილის სტატუსი. ასევე ამაზე კიდევ ზოგადად ვახსენე, რომ მიმდინარეობს რეპატრიაციისთვის შესაბამისი გრანტებია გამოცხადებული და მიმდინარეობს ამ თემაზეც მუშაობა. ასევე გვაქვს ეკოემიგრანტებისთვის წელს უკვე სახელმწიფო შეისყიდის მოგეხსენებათ საქართველოში ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას ეკოემიგრანტებისთვის წელს უკვე სახელმწიფო შეისყიდის აზფინას ეს პროცესი გრძელდება და მათ ასევე საკუთრებაში გადაეცემათ ბინები. ჩვენთან კიდევ სამინისტრო მოამზადა სპეციალური ჯგუფი, ეს აქტუალური პროექტი არის, რომელიც ამოქმედა 1 ნოემბერს და დასრულდება აგვისტოს თვეში. მოგეხსენებათ საქართველოს მასშტაბით სადღაც 12,000-მდე ბინა, რომელიც არის დევნილებისთვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული, ჯერ კიდევ არ არის დაკანონებული და დევნილები არ არიან ამ მქონების სრული მესაკუთრეები. ამაზე ჩვენთან აქ ჩამოსული არის 5 კაციანი ჯგუფი, იმყოფება ტერიტორიულად
ვერხების დევნილთა ჩასახლებაში, ტერიტორიულ ორგანოს შენობაში. აქედან ხორციელდება ამ ბინების დაკანონება, ისინი ყველა ოჯახში თვითონ მიდიან და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დევნილებს გადაეცემათ უკვე ეს როგორც კოტეჯური ტიპის შენობები, ასევე კორპუსის ტიპის შენობები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაცემულია და მაგრამ მათ საკუთრებაში არ არის და ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია. დიახ. ბატონ თამაზ, გასული წლის დეკემბერში ევროკავშირთან ერთად გამართეთ ახალი პროექტის პრეზენტაცია. დევნილთა პროგრამა, როგორც მაშინ იქნა აღნიშნული, ძირითადად სამინისტროს შიდა რესურსების გაძლიერება იგეგმება, რათა დევნილებს ხელი შეეწყოთ თუ დაიწყო ეს პროექტი და რა ხორციელება და კონკრეტულად რა შედეგებს მივიღებთ მისი დასრულების შემდეგ. თუ გვაქვს აი ამაზე რაიმე ინფორმაცია, კონკრეტულად თქვენ არ გაგიმართიათ შეხვედრა, თუმცა სამინისტრო ასე იგი როგორც წელს უпростоრად შარშან გაიზარდა ბიუჯეტი, წელს უკვე გაორმაგდა და სადღაც შეადგენს 70 მილიონს, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ისევე როგორც USAID-ი, მეწეღან ვახსენე რამდენიმე ჩასახლებაში მათი თანხებით განხორციელდა ამ პროექტები, ასევე არის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, როგორც არის ევროკავშირი და ხდება ამ თანხების როგორც აკუმულირება, ასევე თვითონ ახორციელებენ ეს ორგანიზაციები თავიანთი პროექტებს დევნილთა ჩასახლებებში და ზოგადად სამინისტროსთვის. ამაზე ჩვეულებრივ მიმდინარეობს მუშაობა. კი ბატონო, აი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში წერია, რომ აუცილებელია იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა მოხდეს. თქვენ გაქვთ რა თქმა უნდა ალბათ ეს ინფორმაცია, ამასთან დაკავშირებით ჟენევაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, უშუალოდ თქვენ არ გიქნებათ ამაზე ამომწურავი ინფორმაცია, თუმცა ვიცით როგორც ვიცით სამინისტროს არის ჩართული ამ საკითხში. ეს არის ძალიან რთული თემა, ჩვენ რაც დევნილები არიან უკვე 25 წელია ცხინვალის რეგიონიდან და 23 წელია აფხაზეთის რეგიონიდან მიდის სულ ამაზე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ პროცესი გაყინულია, ის კი არა ჩვენ 2008 წელში მივიღეთ დევნილთა ახალი ტალღა, მანამდე კიდევ რაღაცა ის ანკლავებში შენარჩუნებული იყო ჩვენი იურისდიქცია საქართველოსი და უკვე 2008 წლის შემდეგ არათუ ჩვენ უკან დავაბრუნდით დევნილები, მივიღეთ სადღაც 25-26,000 დევნილი კიდევ დაემატა საერთო რაოდენობას და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო სამართალ და ყველა შეხვედრაზე გაჟღერებულია, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხოდ, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ძალიან რთული თემა არის და ასე თვითონ მოგეხსენებათ საზღვრისპირა სოფლებშიც როგორი სიტუაცია და მავთულხლართების გადმოწევა მიმდინარეობს თითქმის ყოველ დღე და იგივე დაკავებები მოსახლეობისა და ამ თემაზე ძალიან რთულია ახლა უშუალოდ იქ მასში დაბრუნებაზე და უსაფრთხო პირობების შექმნაზე. რა თქმა უნდა ეს უკვე ამაზე სახელმწიფო მუშაობს და საერთაშორისო ორგანიზაციები თუ რაღაცა ძირეულად არ შეიცვალა სიტუაცია, მე ვფიქრობ ამ თემაზე ჯერ ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ის რომ აქ უნდა მოხდეს დაბრუნებამდე დევნილთა ყველა დევნილისთვის ღირსეული პირობების შექმნა, ამაზე სახელმწიფოს აქვს აღებული კურსი და აქტიურად მუშაობს, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს ყველა დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება. მოგეხსენებათ 2008 წლამდე საერთოდ სტრატეგია არ არსებობდა დევნილთა შესახებ და ეს სტრატეგია ამუშავდა 2008 წლიდან დაიწყო ამ სტრატეგიის ამოქმედება, მაგრამ ვერ მოხერხდა ამისი ბოლომდე განხორციელება სხვადასხვა მიზეზების გამო. კარგი, დიდი მადლობა. გალბატონო იემზე, თქვენთანაც თითქმის ანალოგიური კითხვა მექნება, უბრალოდ ევროკავშირთან დაკავშირებით, ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, რა წერია ამ დოკუმენტში, გარკვეული პუნქტები ეთმობა იძულებით გადაადგილებულ პირებს. ბატონო, გეთანხმებით გარკვეული პუნქტები ეთმობა. როგორც ბატონმა თამაზმა აღნიშნა, მათ დაბრუნებაზე სამწუხაროდ ჯერ ვერც ვლაპარაკობთ, თუმცა ის რომ ადგილზე მაქსიმალურად უნდა იქნენ ღირსეულად ეს ადამიანები,
დაკმაყოფილებული ეს მე ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი თემა უნდა იყოს. შიდა ქართლში ეს პრობლემა ნაკლებად არის, იმიტომ რომ ძირითადად ხდება უკვე ბინების დაკანონებაც და არიან კერძო მესაკუთრეები, ეს დევნილები, თუმცა დასავლეთ საქართველოში მაგალითად არის ბინები, რომელებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ადამიანები ფაქტიურად უკვე 23-25 წელია ისევ იმ კითხვის ნიშნის ქვეშ დგანან, რომ აქვთ თუ არა საერთოდ თავშესაფარი. და ამ ადამიანების ყოფა ჩემთვის აბსოლუტურად არის გასაგები. რაც შეეხება ჩვენთან დევნილებს მეტნაკლებად მათი მდგომარეობა არის დაკმაყოფილებული, თუმცა მე ერთს ვისურვებდი, რომ თვითონ დევნილების მხრიდანაც იყოს მეტი აქტიურობა, სამოქალაქო აქტიურობა იმისკენ, რომ თავისი სიტუაცია უკეთესობისაკენ შეცვალონ. გამომდინარე იქიდან, რომ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა ორგანიზაციებიც აქტიურად მუშაობენ და ცდილობენ, რომ მათ ღირსეულ ყოფას შიდა ქართლში და არა მარტო შიდა ქართლში ხელი შეუწყოთ. ბევრი პროექტი ხორციელდება მოცემულ მომენტშიც აქამდე ძირითადად წინა წლებში მუშაობდით უფრო სოციალური მიმართულებით გამომდინარე იქიდან, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ნომერ პირველი თემა ეს პირველადი ხელშეწყობა იყო, მაგრამ უკვე შემდეგ თავიდანაც თუმცა მომდევნო ეტაპზე უფრო გადავედით იმაზე, რომ ადამიანებს შევთავაზოთ, ანუ ვასწავლოთ თევზის ჭერა. და მე მინდა რომ ძალიან ბევრმა დევნილმა ისწავლოს თევზის ჭერა და თუ ამას CHC ანუ ცენტრი აფხაზეთი შეუწყობს ხელს, კიდევ უფრო მოხარულები ვიქნებით. ძალიან კარგი. გადაცემა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის და აი ამ ეტაპზე რა სახის დახმარებები არსებობს დევნილებისთვის და თუ იგეგმება რაიმე შეღავათების გაზრდა. ძირითადად, როდესაც ჩვენ ჟურნალისტები ვესაუბრებით, იძულებით გადაადგილებულ პირებს, მივდივართ მათთან საცხოვრებლებში, ვკითხულობთ მათ მდგომარეობას, მუდმივად გამუდმებით ამბობენ, რომ ისინი თავს ასე ვთქვათ, უყურადღებოდ გრძნობენ. არის ის რაღაცა შეღავათები, რაც მოქმედებს მათზე და ცოტათი მაინც უმსუბუქებს ყომას. დევნილთათვის მოგეხსენებათ, იღებენ დახმარებას, ნაწილი ოჯახებისა იღებს სოციალურ შემწეობას, თუ შესაბამისი ქულები აქვთ და ნაწილი იღებს დევნილის შემწეობას, რომელიც უკვე 2014 წლიდან გაორმაგდა. თუმცა ეს თანხები საკმარისი არ არის და ეს დევნილები ჩართულები არიან ყველა იმ მუნიციპალურ პროგრამებში, რომელსაც რომლებშიც თვითონ ცხოვრობენ და ეს მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ამ სოციალურ პროგრამებს, ასევე ცენტრალური ხელისუფლებიდან, რომელი პროექტებიც ხორციელდება დევნილების მიმართ, მე წელს ვახსენე, სადღაც 70,000 ფულამდე ვისაც ჰქონდა, ყველა დევნილს გამოსაზამთრებლად 200 ლარი ჩაურიცხა სამის ეს იყო შარშანად წელსაც. და გრძელდება ასევე იგივე სხვა დონორ ორგანიზაციებთან და მუშაობს სამინისტრო ლიანად, როგორც არასამთავრობო ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან დევნილთა პირობების გაუმჯობესებაზე და ეს არის იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ხორციელდება ჩასახლებებშიც და ზოგადად აი საარსებო წყაროებთან დაკავშირებით დევნილების მიმართ. წელს უკვე სამინისტროში შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი სიპი, რომელიც იმუშავებს დევნილების ამ ბიზნეს პროექტებზე და მათი შემოსავლების წყაროების უზრუნველყოფაზე. ეს პროექტი დაწყებულია, ჩვენთან შეუძლია ნებისმიერ დევნილს მოგმართოს, ჩვენ შესაბამის კავშირებს შესაბამის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან და ვისაც სურვილი ექნება წელიწადში უკვე მოხდება მერე მათი ბიზნეს პროექტების შემუშავება და ახორციელებაც. ბატონ თამაზ, აი ინფო ახლა საუბრობდით გარკვეულ პროექტებზე და გარკვეულ კონკურსებზე. ინფორმირებულობა როგორ ხდება ადამიანების, როგორ აწვდით ინფორმაციას გარკვეული პროექტების თუ აი განცხადებები შემოიტანონ შეუძლიათო სხვა შემთხვევაში როგორ ჩვენთან სამინისტრო მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში ყველა ჩასახლებაში სთან გვაქვს როგორც ასებული წუნებულების მეშვეობით ტერიტორიულ ორგანოში შემავალი წუნებულების მეშვეობით ისე მათ მუნიციპალიტეტებთან კავშირი პირადი ნაცნობი სოციალური ქსელი და ასე შემდეგ. დევნილები ჩვენთან ყოველდღიურად ეკავენ უამრავი ჩასახლებიდან და ჩვენ თვითონაც ძალიან ხშირად აგვაქვს შეხვედრები
ნებისმიერ ჩასახლებაში და საერთოდ ზოგადად და 21 საუკუნეში ინფორმაციაზე მაინც და მაინც არ არის პრობლემა და წვდომა საკმაოდ კარგი არის და ნორმალური არის. კი ბატონო, ერთობლივად რომ შევაჯამოთ გადაცემა, თქვენ რა რჩევებს მიცემდით იძულებით გადაადგილებულ პირებს წეგან საუბრობდით, რომ უნდა გააქტიურდნენო. რას ეტყოდით, როგორ უნდა მოიქცნენ, აი აქტიურობაში რას გულისხმობთ კონკრეტულად და გადაცემა რომ შევაჯამოთ ერთობლივად. გიორგი, შენ წეგან ახსენე რომ თემ როგორ ვავრცელებთ ინფორმაცია ზოგადად. თემის მობილიზება არის საკმაოდ რთული, მე გეტყვით, იმიტომ რომ რამდენჯერაც უნდა ავიდეთ თითოეულ თემში, თითოეული ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომელი რამდენი პლაკატიც არ უნდა გააკრას. რამდენ მოსახლესაც და საკონტაქტო პირსაც არ უნდა სთხოვოს, რომ იქნებეს ინფორმაცია ყველა ადამიანამდე მივიდეს. სამწუხაროდ ხოლმე, როდესაც პროექტი რაღაცა ისეთ ეტაპზეა, რომ ძირითად საქმიანობას ვართ მორჩენილი, მაშინ უფრო არის ხოლმე აქტიურობა იმ მოსახლეობის მხრიდან. ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ზოგს არ ენდობიან, რა ვიცით რა იქნება და ასე შემდეგ, ხოლო როდესაც დაინახავენ, რომ რაღაცა ხორციელდება, შემდეგ უკვე არის ხოლმე მომართვიანობა უფრო აქტიური და უფრო მეტია ხოლმე ზოგადად აქტიურობა. თუმცა ეს ძალიან კარგია, ცუდი არ არის. მე მიხარია ის, რომ ცენტრ-აფხაზეთს იცნობს შიდა ქართლის მოსახლეობა და უკვე ჩვენი მანქანის შესვლაც კი იციან, რომ რაღაცა კარგი უნდა შევთავაზოთ მოსახლეობას და ამ ხრივ რადიკალურად არის შეცვლილი მოსახლეობის მიდგომა დაუშვათ ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან. გარდა ამისა, რომ ჩვენ ვწევთ იმ მომსახურებას და არა ცოტა მომსახურება არ გვაქვს, რასაც ვთავაზობთ, საკმაოდ კარგი ჩამონათვალი გვაქვს. გარდა ამისა, განსაკუთრებულ იდეებს, დაუშვათ მომართვის დროს ადამიანთა პრობლემებს ჩვენ ცალკე кейსად ვინიშნავთ და ეს აუცილებლად გვაქვს ხოლმე იმ სიტუაციაში, რომ თუ კი გამოჩნდა შესაბამისი პროექტი, რომლითაც შეგვიძლია ამ ადამიანებს დახმარება გავუწიოთ, პირველი მათ ვუკავშირდებით. ანუ ეს რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც შეიძლება ჩვენ დავუკავშირდეთ და მივაწოდოთ ინფორმაცია, არის საკმაოდ დიდი. და როგორც წეგან აუხსნე ძალიან მოხარული ვარ ამით. თუმცა გააქტიურებაში რა ვიგულისხმე. ხშირად აქვთ ასეთი პრეტენზია თქვენ ორგანიზაციები ეხმარებით ერთი და იგივე ადამიანებს და მე მაქვს პასუხი, რომ ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც არიან აქტიურები, ვინც გძნობენ, რომ სჭირდებათ ჩვენი დახმარება და ჩვენი დახმარებით ძალიან პატარა, მაგრამ რაღაცა ნაბიჯს მაინც გადადგავენ იმისათვის, რომ განავითარონ საკუთარი ოჯახი, საკუთარი თემი, გამოადგენ რაღაცით ქვეყანას, თითოეულ მეზობელს და ძალიან მცირედით გაზარდონ მაინც შემოსავალი. ამას გულისხმობ მე აქტიურობაში, რომ თუ ადამიანები არ მოვლენ და არ იტყვიან რა პრობლემა აქვთ, მარტო მეზობელთან შესვლით და რაღაცის თქმით, ვერც ჩვენ, ვერც საერთაშორისო ორგანიზაცია და ვერც სახელმწიფო სტრუქტურა ვერაფერს ვერ მოაგვარებს. ამიტომ მე მოვუწოდებ, რომ ადამიანებმა თავისთავად ცხადია ლოგიკურ ჩარჩოში მიმართონ საკუთარ პრობლემებზე, თუ არ იციან, მობრძანდნენ ჩვენი ტიპის ორგანიზაციებთან, ვასწავლით როგორ უნდა მოახდინონ თავისი პრობლემების წავწევს და სად უნდა მივიდნენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად და დიახაც უნდა იზრუნოს საკუთარი პრობლემების მოგვარებას. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო თამას, თქვენთან ვიცი რომ ყოველდღიურად ძალიან ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი მოდის და წეგან აღნიშნეთ რომ კომუნიკაცია არ ჭირს 21 საუკუნეში. თუ არიან ისეთებიც, რომლებიც არ იციან როგორ უნდა მოვიდნენ თქვენამდე და როგორ უნდა მიმართონ იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგათაც ცენტრ-აფხაზეთს, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ თემებზე. ამცი ასეთი მოსახლეობა ეხლა წეგან ამზემაც ახსენა, რომ თუ თვითონ არ გამოდგეს სურვილი, ეხლა ამდენი წელია ჩვენთან სამართველო არსებობს, ამდენი ორგანიზაციები არიან და არ უნდა იყოს პრობლემა. თვითონ არ შეუძლიათ მეზობლის მეშვეობით, ნათესავის მეშვეობით არის, როცა ჩვენ რაღაც ისეთი კონკრეტული ადგილზე გავდივართ ჩვენ თანამშრომლებთან ერთად და იქვე ვაგვარებთ პრობლემებს. აზაში შევდივართ ვიღაცას და რაღაცა პრობლემა აქვს. ასეთი შეხვედრები თითქმის ყოველდღიურად გვაქვს ჩვენ ჩასახლებებში და ამიტომ არ არის შეზღუდული ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია და ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგმართოს და თავისი პრობლემებით ჩვენ რა თქმა უნდა შეძლების დაგვარა დავეხმარებით კანონის ფარგლებში და ყველანაირად შეუწყობთ მათ პრობლემის მოგვარებაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მობრძანებისთვის და იმისთვის, რომ პასუხობდით ჩემს კითხვებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი ბატონი თამაზ გვიმრაძე ყოფება ჩვენთან სტუდიაში და არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი აფხაზეთის
გორის ოფისის მენეჯერი ქალბატონი იამზე გოჩაშვილი. მადლობა, კარგად ვზანდებოდეთ და მაყურებელსაც ვემშვიდობები თავისუფალის სივრცე პარასკევს 7 საათზე დაბრუნდება პირდაპირ ეთერში. ჩვენ კი ერთმანეთს შაბათს 22 საათზე თოქ-შოუ კვირის რეალობაში შევხვდებით.